გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო დროის უკმარისობის გამო ვერ გამოვეხმაურე სერიოზულ გეოპოლიტიკურ პროცესს. მოგეხსენებათ თქვენ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა სერიოზული ოპერაცია, პრეზიდენტი მოიპარეს. ხო და მოკლედ, ახლა ვენესუელას და ამერიკის ისტორიას მე აღარ შევეხები ხელა და იმდენი პროფესორია ქვეყანაში სამხრეთ ამერიკის მიმართულებით უკვე გადაღეჭილი აქვს ყველაფერი, ხო და მოკლედ ახლა ზედმეტი რო არ გავაგრძელო ამერიკის შეერთებული შტატების და ვენესუელას არათბილ დამოკიდებულებაზე ერთმანეთში, საქართველოში კი გაჩნდა ამ დროს მადუროს სინდრომი. არ მოგპაროს ვინმე ბიზინა. ეს ძალიან სერიოზული ამბავია ახლა რა, ამხელა მეცენატ კაც რო გაიპარავს, მოიპარავს ვიღაცა და ერთ დღეს რო გძინავს მეცენატთან ერთად და გაიღვიძებ უცებ და მეცენატი აღარ აკყავს. ეს ძალიან სერიოზული ამბავია. მე თან დავალაგებ აქ რაღაცეებს. უჯრავა ცანარეული, არ შემიფერება სამხედრო კაც ამხელა უწესრიგობა მაგრამ ხდება ხოლმე ქვეყანაშიც ასე არა მეცენატის სხვა საგარეო საქმეებით რო ხარ დაკავებული, აგერ შიგნით ხანდახან უწესრიგობა გძალავს. ხო ხვდები, აგერ რას ვამბობ ახლა მე და მაგას ვამბობ ზუსტად ეს რა ჯანდაბა მაქვს. რამდენი საინტერესო რაღაცა მქონია მე აგერ საერთოდ არ მახსოვდა და არ ვიცოდი. მაგალითად ნივთი აგერა ცხენივით გომელაურს გავს რა, წკაპ. გომელაურს კი არა, ლილუაშვილს გავს რა, ამერიკაში რო ჩავიდა და ჩაუკაკლა იქ ყველაფერი და ჩამოვიდა აქ და უცებ ჩაკეტეს უჯრაში. მაგარი რაღაცაა რა. ხო და იმას ვამბობდი რა. მადუროს სინდრომი ეს რა ჯანდაბად მინდოდა მე და გრაფიკისთვის ხო? ხო, მადუროს სინდრომი რანაირად იცი? ყველას აკვირდებოდა აქამდე ბიძინა. ყველას უყურებდა ბიძინა. ეს ყველას უყურებდა ბიძინა, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ აი თურმე შეიძლება ეს ჩვენი ერთ დღეს გაგიტაცონ და მოგიპარონ და მიგითვისონ და დაგანადგურონ რა და ფიქრი უნდა ბიზია ყველაფერს ფიქრი. შეიძლება ერთ დღეს დაიძინო და ხვალ გეიღვიძო და იქე ისე არ იყოს შე რო გინდა რომ რაც გგონია. ეხლა მაგი ხუმრობის მიღმა და მოკლედ ვიტყვი ერთ რაღაცას რა. არა გვაქვს ჩვენ ბიზია ქართველებს დედამიწის 17% ნავთობი. და არავინ არ მეიპარავს ბიძინას მასე, რაფერაც მეიპარეს მადურო. და წაიყვანეს იქ სადაც წაიყვანეს და დასვეს და გაასამართლეს. საინტერესო პროცესი არის სამართლებრივად, თვითონ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანიც, იმიტომ რომ დიქტატორებს ჭირდებათ ესეთი რაღაცა, როგორც ბიძინა ექცევა, ეხლა ხალხს ძალამაგ და გერევი, აი ესე გამოიყენა ეს რაც გამოსაყენებელი იყო, ეხლა ტრამპმა და გამოსაყენებელი რაც ნამდვილად იყო ერთი კურსელი მყავდა ვენესუელადან და ისეთ რაღაცებს მეყვებოდა და ისე. ანუ ზურასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ხო? მნიშვნელობა რაშია, იცი? უნდა შევხედოთ სწორ განსხვავებებს, უნდა მივაქციოთ ყურადღება რა. ვენესუელა გახდა ჩვეულებრივი პლატფორმა ჩინეთის და რუსეთის მიმართულებით, რაც წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს და ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა. არ შევგვთქვი რომ ოპერაციას არ ვაფასებ იქ რაც მოხდა რა. ეგ ცალკე განხილვის თემაა და ცალკე ანალიზის თემაა და ბევრი ახლა გადაობს და იცინის აქ ამ ყველაფერს, მაგრამ ისე მშვენივრად შეუძლიათ რუსებსაც მოიპარონ ბიზინა, როგორც მშვენივრად შეუძლიათ მოიპარეს ამერიკელებმა მადურო და ახლა სასამართლო პროცესი ახლა ჩვეულებრივი 2026 წლის ნიურნბერგის პროცესი იქნება და იქ სხვათა შორის მადუროსო თავი გავანებოთ ბიძინა ივანიშვილიც მშვენივრად ითხოვდა ხელს ნარკოტიკზე და არ დაგავიწყდეთ არავის ვის უნდოდა მარიხუანის კულტივიზება. ეს ისე რა, ყველაზე ლაით ვარიანტი თუ არა, ახლა დაფინანსებული არის მთელი პოლიტიკური პროცესები ჩვენთან ნარკოტიკით მაგალითად. მოკლედ ესეთი ამბებია და ჩემო ბიძინელებო, ფრთხილად იყავით რა, არ გაიღვიძოთ ქვეყანაში, სადაც არ გეყოლებათ მეცენატი. რავი, ყველაფერი ხდება მაგის დედავატი. ცხენებს მიაქციეთ დიდი ყურადღება კიდე. სადმე არ გადაფრინდნენ ამერიკაში და არ შეიტანონ ცუდი ამბავი. ყველაფერი ხდება. ეჭირეთ ყველა, ჩასვით ციხეში. აუცილებლად. თუ გინდათ რომ იცოცხლოთ რა თქვენ მეცენატთან ერთად. თუ არა, აგერ ხო უყურებ რა. მე ახლა ქორწილის მერე დაირავთ, რა, კიყვირის პრემიერ-მინისტრიც აგერ ვენესუელაში.
პრეზიდენტი მადუროა და გამოუშვთო, მაგრამ ვინ გამოუშვებს მადუროს? ყობახიძე მე გინდა იქეთ იყიროს, გინდა აქეთ იყიროს. თუ კაცი არ იქნა, მეცენატი თუ არ იქნა, გინდა ისე იყოს, გინდა ასე იყოს. ასეა. ეგრე ჭანდები მოხარ. ჭკების მქონია რაღაცა, რომელსაც არ ვიყენებ. გაუგზავნი ყობახიძეს ემოციებს დამალავს.